აი უკვე მოვედი პირველ ნიშნულთან. გერგეცე უნდა ავიდე სტეფანწმინდის ცენტრიდან. ვართ ახლა 1857 მეტრზე. 3.5 კილომეტრი. უახლესი აპდეიტი, ამოვედი, კარავიც გავშალე, ახლა გავამზადებ ყველაფერს და სხვათა შორის წამომიღია, ანუ ამ კარვის ხარისხიანად გაშლას ჭირდება 14 სოლი. მე მაქვს 11. ჩემ და საბედნიეროდ არც აქ და არც ზევით მეტეოზე ქარი არ არის გამოცხადებული. თუმცა ზევით მეტეოზე სოლებს მაინც ვერ იყენებ და გჭირდება ქვების გამოყენება, ასე რომ ეგეც დიდად პრობლემა არ იქნება როგორც ბოლო ლაშქრობაზე, ისე გამოვიყენებ ქვებს და ქარისგან მაქსიმალურად დავიცავ ჩემს გარავს. დილამშვიდობის ხალხო, ახლა არის 9:09. ძალიან კარგი ამინდია, კარავში ცხელა კიდეც შეიძლება ითქვას, თუმცა გარეთ თუ დავაკვირდებით და ამინდის პროგნოზსაც ჩავხედავთ, და ახლა მოვიფიქრობ, რომ რაც შეიძლება მალე ავვარგდე, სანამ გაწვიმდება. ჩვენ მივდივართ აი აქეთ. დან იყოფა გზა. ერთი მხარე მიდის იქიდან, ერთი იქიდან. მე ვაპირებ აქედან წასვლას. და გეტყვით როგორ მომეწონება. აქ უკვე ამოვედით და პირველ საბანაკესთანაც მოვედით ფაქტიურად. აი ალტიხატის გადასახვევი და დეკასთანაც ამოვედით, წეხანჩან და ახლა აღარ ჩანს. გამოჩნდება ისევე. ახლა ვადეკაზე. ცოტა ხანი დაგდენა როგორც შეიძლება აქ. შევჭა დავისვენებ ცოტას და დავიძრები. ზევით საბანაკის 3600-ზე. ჩაის თვალებს მაქვს. ძალიან პატარა. ის ბალონი გვაჩვენ. აქამდე მოსასწრებლად დაახლოებით ამჭირდა ჯამში 4 საათი. არ უწვიმია, კარგი ამინდი იყო გზაში. ეხლა ცოტა ხნის წინ წამოწვიმა და იმიტომ ავიხჭურვე. წრიაპები არ მაქვს, ყინულის ენა ეხლა მალევე იქნება. თუმცა ჩემ დასაბედნიეროდ დაახლოებით 10 კაცი გავიდა ცოტა ხნის წინ და იმედია კარგად გაყოლავენ, რომ გადავიარო ჩემი ბოტასებით. რა კარგად წვიმს. დავიბარგე და წავედი. აი ახლა ესეთ ყინულის ენაზე გადასვამდე, აი ასეთ ყინულებზე დადიხარ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩატყდეს, რომ თხილად უნდა იარო. აი შეიძლება თავზე აქ ძალიან ჩვეულებრივად დადიოდე, რომ ქვეშ აი ესეთი მდგომარეობა იყოს. აი ესეთები ხდება აქ. ჩვენი ყინულის ენა. ამოვედი მეტეოზე 3600-ზე. მოკლედ, ყინულის ენა გადმოვიარე,
საკმაოდ ნორმალურად. არ მქონდა წრიაპები და ვისაც გაინტერესებთ როგორ უნდა გადმოიაროთ ყინულის სენა წრიაპების გარეშე დააკომენტარეთ. გზაში არაფერი, მაგრამ რაი რო გავჩერდი და კარვის გაშლა დავიწყე, ცოტა რო შემცივდა ამ კანკალა და ამ კანკალში გავშალე კარავი. გამოვიცვალე ყველაფერი, ცოტა ჩავთ მეტეოს დავათვალიერებ, მაინტერესებს დაახლოებით -10 გრადუსს გაუძლებ ან კომფორტულად. აი ესეც ბეთლემის ქოხი. მე ბეთლემის ქოხის უკან ვარ დაბანაკებული და ბეთლემის ქოხი ახლა შევალა შიგნიდან მაინტერესებს როგორია. ესეთი კორიდორია და ოთახებია რა. აქედან გავალ. აი ჩემი კარავი. აი მოუტრიალდი და ეს ხედი მომეწონა. ორი ლამაზი ხედი გექნებათ. ჩემი კარავი ასეთ მდგომარეობაშია, საზაფხულო ორკაციანი კარავი. ისი გავაკეთე, ეს ზევიდან არის ისევე, ეს ქვევიდან. აქ დავთან ქვევი დაულაგე, რომ იქნება ძალიან ქარმა არ დამიბეროს კარავში ამ მხრიდან მაინც. ერთი პლუსი რომ წყალთან ახლოს ვარ. ცოტა თავი ამტკივდა, თუმცა ამას არ დიდად ვერ დავაბრალებ სიმაღლეს. რაღაც ისეთი თუ არ მოხდა, წამლის დალევა არ მინდა. ვინაიდან მინდა ვიცოდე, ანუ როგორ მდგომარეობა მექნება. თავიდან ბოლომდე საჭმელს ვაკეთებ სპაგეტის. ჩვენი დილა ეს მზე არის გამოცხადებული. როგორც ჩანს, გამიტყინვა იყო. აი ასე ვიწყებთ დღეს ჩაით, შემდეგ სპაგეტით, ეკლესიაზე ასვლით, ვაგრძელებთ. შევტენოთ. ახლა მხედავთ ისე რომ ხელაცაა. ესეც დაპრესვის შემდეგ. ყველაზე მაღალზე არსებული სალოცავი ქრისტიანულ სამყაროში. აი მყინვარიც აქვეა. ახლოს არის თან შორს. ბეთლემის ეკლესიიდან ისევე საბანაკისკენ დაახლოებით 12 საათზე ჩავალ. პირველ საათამდე ავბარგდები და დავიძრები სტეფანწმინდისკენ და პირდაპირ თბილისში ხვალ მუშაობ. საათზე ჩამოვედი. აი ჩემი კარავიც.
აი ყინულის ენამდეც მოვედი და დავიწყებ ახლა გადასვლას. აი ყინულის ენასაც გამოვცდი წრიაპების გარეშე და ახლა წავედით ქვევით. აი გერგეთის სამებამდეც ჩამოვედი და ახლა თუ ჩავასწრებ 5 საათიანს ძალიან მაგარი იქნება.